უკანასკნელ ხანებში საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობამ მოიტანა მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრები ქართველი ხალხის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქართველი ერი დაირაზმა თავისუფლების დროშის ქვეშ, ახლოვდება ჟამი, როდესაც ერის ერთიანი ძალისხმევით, საერთაშორისო სამართლის ჩარევით აღსდგება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით გარდამავალ პერიოდში, ვინაიდან იმპერია ჯერჯერობით ართმობს პოზიციებს, კრემლის ხელმძღვანელობა კვლავ ყოველნაირად ცდილობს დამონებული და დაკარებალებული ჰყავდეს ერები, იგი იგონებს ახალ-ახალ ხრიკებს და დაბრკოლებებს დამონებულ ერთათვის, ახალ-ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, ახალ-ახალ ღონისძიებებს, განმათავისუფლებელი პროცესების შესაჩერებლად და დასამუხრუჭებლად. კერძოდ, საქართველოში იგი მიმართავს მთელ რიგ ანტიქართულ აქციებს, ანტიქართულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ჩვენი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის პარალიზება, რომელთა მიზანია საქართველოს დაწყებული ეროვნული აღორძინების შეჩერება. უძინარე სხეულისა, საქართველოში ძლიერდება დემოგრაფიული ექსპანსია, არა ქართველთა ძებდება მიწების მიტაცება, უკანონო მშენებლობები და ჩაწერები. მატულობს ტოლვილთა რიცხვი მეზობელი ქვეყნებიდან. არა ქართველთა უკანონო ეთნოკრატიები ხელოვნურად ამწვავებენ ეთნიურ კონფლიქტებს, განუხრელად იზრდება სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი საქართველოში. აღმოსავლეთ ევროპაში დემობილიზებული სამხედრო მოსამსახურენი ყოველდღიურად შემოჰყავთ საქართველოში, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი მშენებლობები სამხედრო დასახლებათა. ძლიერდება ქართველი ერის წინააღმდეგ ბიოლოგიური ომი, რადირებული ხორცისა და სხვა საკვები პროდუქტების უკონტროლოდ და დიდი რაოდენობით შემოზიდვა, რასაც მოჰყვა საქართველოში არაერთი საპროტესტო აქცია და გამოსვლა. ჯავახეთში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში გრძელდება ანტიქართული საკადრო პოლიტიკა, ქართველთა აპარტეიდი კვლავ დაუსჯელნი არიან დამნაშავენი, რომელთაც ჩაიდინეს ტერორისტული აქციები ქართველთა წინააღმდეგ. ქართული ენის უფლებები კვლავ შეზღუდულია და შელახულია საქართველოში. გრძელდება პრივილეგირება რუსული ენისა, რუსული სკოლისა, რუსულენოვანი პედაგოგებისა, ქართველ მოქალაქეებს კვლავ მასობრივად შეჰყავთ ბავშვები რუსულ სკოლებში. განათლების სამინისტრო და პედაგოგიკის ინსტიტუტი განაგრძობენ ახალი თაობის რუსიფიკაციას.